მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ბათუმში 366 მილიონი დოლარის ღირებულების 4893 ბინა გაიყიდა. წლიურად ბაზრის ზომა 27%-ით გაყიდული ბინების რაოდენობა კი 25%-ით გაიზარდა. ამის შესახებ გალტენ ტაგარტის ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მესამე კვარტლის მიმოხილვაშია აღნიშნული. დოკუმენტის თანახმად ბათუმში მეორედ ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას რეალურ დროში აჩვენებს, წლიურად გაზრდილია დაახლოებით 17%-ით, ეს კი ძირითადად ბათუმის საბინაო ფონდის ზრდამ და თანდემმა გაზრდილმა ტრანზაქციებმა განაპირობა. პირველად ბაზარზე კი გაყიდვები, რასაც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად დაახლოებით 35%-იან ზრდას აფიქსირებდა. დოკუმენტის მიხედვით, პირველადი ბაზრის ფასმა ზრდა განაგრძო, თუმცა გალტი წერს, რომ შენელებული მოთხოვნისა და გაზრდილი მიწოდების ფონზე ფასების მიმდინარე ზრდის ტემპი შესაძლოა არამდგრადი იყო. საინვესტიციო ბანკის მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის თანახმად 2025 წლის 8 თვეში პირველად ბაზარზე ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წლიურად 10,4%-ით გაიზარდა 2024 წელს დაფიქსირებული კლების შემდეგ.